ერთი ქორწილი არ მეყირსა, მაგის დედა მოდღან. 4 ნახევარჯერ გავთხოვდი თუ რაც არის. სამაგიეროდ ეღირსა ჩემს პერსონაჟს სოფიას. აი მეგობრებო, ეს აღმართი არის იმისთვის, რომ ჭავჭავაძის ხუთში მაცხოვრებელმა ქალბატონებმა და ბატონებმა ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა შეინარჩუნონ. იმიტომ რომ ფეხით ამოვდივართ, ჩამოვდივართ. ხო და იცი რა ვიფიქრე კაცო? აი 60 წლის რო გავხდები, ერთ დიდ დაბადების დღე ქორწილს გადავიხდი. ვაშა. ჩვენ ვაკეთებთ რუბრიკას, რომელი ფილმი იქნებოდა ჩემი რომელი ქმარი. პირველი ქმარი, ფილმი ძნელი დასაწყისი და მცდარი მოსახვევი. ძნელ დასაწყისში მე ვთამაშობ, ძალიან ცუდი დასაწყისი იყო ქმრებისა. 17 წლის ასაკში გავყევი ცოლად მხატვარ რამაზ ჩადლაძეს. მეორე ქმარი, ამერიკელი ქმარი, რომელსაც ცოლად გავყევი 24 წლის ასაკში, მაგრამ ეს კაცი დაიკარგა, ასად არ იძებნება არსობს ქსელში არაფერში საერთოდ და ხელოვნურმა ინტელექტმაც ვერ მოძებნა. ამიტომ დავარქვი ერთხელ ამერიკაში და კოსმოსური კვერცხები, ანუ კოსმოსში გაფრინდა. შეიძლება მოკვდაზე არა ვარ. შემდეგი ქმარი, ასევე ამერიკელი, მაგრამ იცით ქმარნახევარა იყო, იმიტომ რომ არ გავყევი ბოლომდე ცოლა და დავარქვათ მულტფილმი ნახევარ ქათამა, მაგრამ ასევე მიფრინავენ წეროები, იმიტომ რომ უყვარდა ეს ფილმი ძალიან, რუსული ფილმი მიფრინავენ წეროები. ცოტ